კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ მოამბეს 6 საათზე, მე მარიამ სეთურიძე ვარ, გამოშვებაში გინახავთ. ცეცხლის გარდამოსვლა იერუსალიმში მომლოცველები მართლმადიდებელი სამყაროსთვის მნიშვნელოვანი დღის მომსწრე კიდევ ერთხელ გახდნენ. მზადება სააღდგომო ლიტურგიისთვის, ღვთისმსახურებისას ტაძრებში იერუსალიმიდან ჩამობრძანებული ცეცხლი გავრცელდება. ისლამაბადში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. როგორია მოლოდინი? იერუსალიმის აღდგომის ტაძარში შეკრებილი მომლოცველები მართლმადიდებელი სამყაროსთვის მნიშვნელოვანი დღის მომსწრენი კიდევ ერთხელ გახდნენ. წმინდა ცეცხლი თბილისის დროით 15 საათსა და 13 წუთზე გადმოვიდა და ის ტრადიციის ამორ მაცხოვრის საფლავზე მდებარე კუკლიადან იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა გამოიტანა. მაცხოვრის საფლავიდან გადმოსული ცეცხლი სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს და მას ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ. სააღდგომო ღვთისმსახურების დაწყების შემდეგ იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა თეოფილე მესამემ სხვა მღვდელმსახურებთან ერთად საზეიმო მსვლელობით, ლიტანიობითა და გალობით სამჯერ შემოუარა მაცხოვრის საფლავის მცირე ეკლესიას. მსვლელობის დასრულების შემდეგ პატრიარქმა ლოცვა წარმოთქვა და სანთლების შეკვრით კუკლიაში შებრძანდა, მას სომეხი მთავარეპისკოპოსით შეყვა, თუმცა ის იმ ადგილას დარჩა, სადაც სახარების მიხედვით აღდგომის შემდეგ ანგელოზი იჯდა და მენელსაცხებლე დედებს უფლის აღდგომა ახარა. მალევე იერუსალიმის პატრიარქმა მაცხოვრის საფლავიდან წმინდა ცეცხლი გამოიტანა. მორწმუნეებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა და ტაძარში წმინდა ცეცხლი გაავრცელა. მორწმუნეებს ხელში 33 სანთელი ეკავათ, რაც სიმბოლურად დედამიწაზე ქრისტეს 33 წლის ცხოვრებას გამოხატავს. იერუსალიმში დიდი შაბათი განსაკუთრებით ემოციურია. მანამდე კი დილიდან ტაძარში მიმდინარეობდა მოსამზადებელი რიტუალები. მაცხოვრის საფლავზე აგებული მცირე ტაძრიდან კუკლიადან გამოიტანეს სანთლები და კანდელი. ტაძრის კარები და თავად საფლავი იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქისა და სომხური ეკლესიის წარმომადგენლების თანდასწრებით დაილუქა. დალუქვას ასევე დაესწრნენ ისლამური წარმომავლობის პოლიციელებიც, რაც საუკუნეების ტრადიციაა. ტაძარში შესვლის უფლება იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის, სომეხთა, კოპტების და სირიული ეკლესიის წარმომადგენლებს აქვთ. რეგიონში არსებული დაძაბულობისა და ომის ფონზე ცეცხლის გარდამოსვლა იერუსალიმში წელს განსაკუთრებულ პირობებში მოხდა. მაცხოვრის აღდგომის ტაძარი უსაფრთხოების მიზეზებით 40 დღის განმავლობაში დახურული იყო. დღეს კი მომლოცველებისთვის კვლავ გაიხსნა. ისრაელის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება რეგიონში ვითარების შედარებით დასტაბილურობის გამო მიიღო. პოლიციის წარმომადგენლების განცხადებით, ღვთისმსახურებისთვის პოლიცია ეკლესიის ხელმძღვანელობასთან მჭიდრო კოორდინაციით კვირების განმავლობაში ემზადებოდა. ცეცხლის გარდამოსვლის დროს ეკლესიის ტერიტორიაზე პოლიციის ასობით თანამშრომელი იყო მობილიზებული. ისინი ხალხის ნაკადს არეგულირებდნენ და უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფდნენ. ცნობისთვის ღვთისმსახურების სრული მასშტაბით ჩატარება ახლახან გამოცხადებული ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ გახდა შესაძლებელი. დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან რამდენიმე დღის წინ, როგორც იცით, ისრაელი ირანის რეჟიმის მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტების იერიშის ქვეშ იყო. დღეს კი წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა, რომელიც შეზღუდულ ფორმატში უნდა გამართულიყო, სრული მასშტაბით იმართება. ისრაელის პოლიცია კვირების განმავლობაში გადიოდა მზადებას ეკლესიის ხელმძღვანელობასთან კოორდინაციით. ადგილზე პოლიციის ასობით თანამშრომელი იქნება, რომლებიც აკმაყოფებს დაიცავენ და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე იზრუნებენ. ჩვენი მთავარი მიზანი ისაა, რომ ღონისძიება უსაფრთხოდ ჩაიაროს და ყველა მისი ამონოს. დღეს დიდ შაბათს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს. ტაძრების გარშემო გარდამოხსნის შემოტარების წესი შესრულდა, რომელიც საფრთხო ლიტურგიით გაგრძელდა. გარდამოხსნის შემოტარება სიმბოლურად მაცხოვრისთვის წესის აგებას და მის საფლავში დადებას განასახიერებს. ღვთისმსახურება სიონის საპატრიარქო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მაღავლინა. დღეს ცისკარზე დილით იქნა გამობრძანებული გარდამოხსნა გალობლებთან ერთად, წმინდა ღმერთოს გალობით, ხალხთან ერთად, მრევლთან ერთად, ბაირაღებით, ხატებით, ჯვრებით იქნა შემოტარებული სამგზის ტაძრის გარშემო და შემდეგ ისევ ტაძარში ხდება შებრძანება გარდამოხსნის და მიბრძანება ღია აღსავლის კართან, საკურთხეველთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მაცხოვარი არ განშორებია ღვთის წიაღს, არ განშორებია მამაღმერთს და
და აღსავლის კართან მისვლა ნიშნავს, რომ ჩვენთვის მართლმადიდებლებისთვის 64-ის კარი გაიღო და შემდეგ ისევ გარდამოხსნა ბრუნდება ცენტრალურ ტაძარში და ყველა მორწმუნეს აქვს საშუალება რომ ემთხვიოს გარდამოხსნას. გუშინ იყო ქრისტეს ჯვარცმა და მთელი სოფლიო მთელი მართლმადიდებელი სამყარო გლოვობთ ქრისტეს გარდაცვალებას და ველოდებით ქრისტეს აღდგომას, რომელიც მოგვიტანს ისევ სინათლეს და ახალ ცხოვრებას შუქნის უფალით თავის ქრისტეს აღდგომით, რომ გვეუბნება სიკვდილი იქნება დამარცხებული. ქრისტემ გამოიხსნა მთელი კაცობრიობა. ღმერთი ჯერ განკაცდა და შემდეგ ჯვარს ეცვა, ამაზე დიდი რა უნდა ყოფილიყო. გამოგვიხსნა ძველი ცოდვიდან და ადამის ცოდვიდან. და ჩვენ რა ვიცი, კაცობრიობა ამას ვერ ვიაზრებთ. მართლმადიდებლებსაც გვიჭირს ამის გააზრება. რამხელა რაღაცა გააკეთა უფალმა. არსებული რეგულაციების გამო წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად იერუსალიმში საქართველოდან მცირე დელეგაცია გაემგზავრა. ცეცხლს თავდაპირველად სიონის საპატრიარქო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც აღდგომო ლიტურგია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრა მეუფეში აღავლეს. ლიტურგია საღამოს 11 საათზე დაიწყება, 12 საათზე კი ლიტანიობა შესრულდება. სწორედ ამის შემდეგ გავრცელდება ტაძრებში წმინდა ცეცხლი, რომელსაც მორწმუნეები შემდეგ სახლში წაიღებენ. მინდა მიულოცო ჩვენს საზოგადოებას ცეცხლის გარდამოსვლა და დამდეგი აღდგომის დღესასწაული. ბუნებრივია ყველა მორწმუნე ადამიანისთვის იერუსალიმი გახლავთ თვითონ ძვირფასი, რადგანაც იქ მეგულება მაცხოვრის საფლავი. იმ ადგილიდან ნებისმიერი რამ პატარა ქვაც კი შეიძლება ჩემთვის ძვირფასი იყო და მით უმეტეს ცეცხლი, რომელიც გაწმენდილია, რომელიც იკურთხა ზეციდან. ბუნებრივია ჩვენთვისაც მორწმუნე ადამიანებისთვის ძვირფასია ეს, ისევე როგორც ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს რაც მაცხოვართან მაკავშირებდეს ძვირფასი და ამიტომაც ეს ცეცხლიც აქედან გამომდინარეა ძვირფასი. ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის მეტრო 12 აპრილს გახანგრძლივებული დროით დილის 4 საათამდე იმუშავებს. 11 აპრილის 23 საათიდან 12 აპრილის დილის 4 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით 12-13 აპრილისთვის დაწესდა ავტობუსების 9 დროებითი მარშრუტიც. ავტობუსები მგზავრებს დილის 8 საათიდან 20 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ. ავტობუსების სასაფლაოების მიმართულებით სხვადასხვა მეტრო სადგურიდან იმოძრავებს. აღნიშნული მარშრუტების ავტობუსებით მოქალაქეები 2 დღის განმავლობაში უფასოდ შეძლებენ სარგებლობას. ასევე საქალაქთაშორისო მგზავრებისთვის რკინიგზას დროებით დაემატა რეისები. დღეს 11 აპრილს 24 საათიდან მეტროს მუშაობა გახანგრძლივდება 12 აპრილის 4 საათამდე. ამასთან 11 აპრილის 23 საათიდან გახანგრძლივებული დროის ჩათვლით გზართა მომსახურება იქნება უფასო. აღნიშნულის გარდა 12 და 13 აპრილს გათვალისწინებულია სპეციალური მარშრუტები სასაფლაოების მიმართულებით. მეტროსადგურის დიდუბის ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან გზართა მომსახურება განხორციელდება როგორც მუხათგვერდის სასაფლაოს, ასევე ვაშლიჯვრის დასახლების მიმართულებით. ღრმაღელის სასაფლაოს მიმართულებით, ეს იგივე თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია, მომსახურება განხორციელდება მეტროსადგურის არაჯიშვილიდან. კუკია მახათას მიმართულებით მომსახურება განხორციელდება როგორც სადგურის მოედნიდან, თბილისის ცენტრალის მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე მარჯანიშვილის მოედნიდან. ვარკეთილის დასახლებაში, ვარკეთილის სასაფლაოსთან მგზავრებს შეეძლებათ მისვლა როგორც მეტრო ვარკეთილიდან, ასევე მესამე მასივიდან, შუამთის და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან. ველის სასაფლაოს მიმართულებით მარშრუტი იქნება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან, ეს იგივე აფრიკის დასახლება არის, იქ 25 კორპუსია, სადაც ეს მარშრუტი ვიტრიალებს და ბოლოს რჩება საბურთალოს სასაფლაო. ტრადიციულად მარშრუტები იმოძრავებენ მეტროსადგური დელისიდან. და დღის სხვა თემები, კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და ამ ურთიერთობების გადატვირთვის საკითხი. მმართველგუნდში ამბობენ, რომ ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს და დასტურად შტატებში ქართული მხარის წარმომადგენელთა ვიზიტები და პრემიერსა და სახელმწიფო მდივანს შორის შემდგარი სატელეფონო კომუნიკაცია მოჰყავთ. ქართული ოცნება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ურთიერთობების გადატვირთვისთვის მზად არის, თუმცა პარტიაში ამბობენ იმასაც, რომ როგორც ამერიკასთან, ისე სხვა ნებისმიერ პარტნიორთან ამ სავალი წერტილი ქვეყნის ეროვნული ინტერესებია.
მოლოდინი არის მხოლოდ პოზიტიური, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩაატარა ჯერ კიდევ ბატონმა მამუკა მდინარაძემ თავის კოლეგასთან ვაშინგტონში, შემდეგ ნიკოლოზ სამხარაძის ვიზიტი ვიხილეთ, ასევე ვაშინგტონში, სადაც ძალიან მაღალი რანგის შეხვედრები იყო, ძალიან კარგი საუბარი შედგა ბატონ რუბიოსა და ჩვენს პრემიერ-მინისტრს შორის და ამერიკის მხარემ იცის, რომ ჩვენ სურვილი და მზადყოფნა გვაქვს, რომ ნებისმიერ დროს სამკვლევი გავწეროთ დროსა და სივრცეში, სადაც გაიწერება თუ რა ნაბიჯები არის გადასადგმელი ორივე მხარის მხრიდან, რომ გათვალისწინებული იყოს როგორც ამერიკის, ისევე საქართველოს ინტერესები. ირანის რეჟიმი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას სანქციებისთვის გვერდისავლისა და სამხედრო მანქანის დასაფინანსებლად იყენებს. ამის შესახებ Fox News-ის სტატიას აქვეყნებს. სტატიაში ვკითხულობთ. ჰადსონის ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად საქართველოს რესპუბლიკის კურსის თეირანის რეჟიმისგან შებრუნება შესაძლოა რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებისთვის პრობლემური აღმოჩნდეს. ბოლოდროინდელი ცნობების თანახმად იმ ფონზე, როდესაც ირანის სპარსეთის ყურის მეზობლებს შორის სულ უფრო იზოლირებული ხდება, თეირანი სამხრეთ კავკასიაში საქართველოს რესპუბლიკასთან კავშირებს აღრმავებს. ნათქვამია სტატიაში. Fox News Digital-თან ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა და ჰადსონის ინსტიტუტის კვლევის თანაავტორმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ ირანმა საქართველოში გავლენის ფართო ინფრასტრუქტურა შექმნა, რაც ექსტრემიზმთან კავშირის გამო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულ ორგანიზაციებს მოიცავს. აღნიშნულ სტატიას ეხმაურებიან თბილისში. უმრავლესობაში ამბობენ, რომ კანდელაკი ისევე როგორც ოპოზიციის დიდი ნაწილი საქართველოს შესახებ დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს უსამშობლო აგენტები აგრძელებენ გარემითითებით საქართველოს დისკრედიტაციის კამპანიას, თუმცა რა თქმა უნდა არაფერი არ გამოვათ, იგივენაირად არაფერი არ გამოვათ, როგორც წლების წინ გვაბრალებდნენ, რომ თითქოს შავი ხვრელი ვიყავით რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში და კარგად გახსოვთ, რომ ჩამობძანდნენ სანქციების კოორდინატორები ამერიკიდან, ევროპიდან, ბრიტანეთიდან და ყველამ დაადასტურა ის, რომ ეს უსამშობლოები იტყუებოდნენ. ამ შემთხვევაში იგივეს აგრძელებენ გარეპატრონების დავალებით, იქიდან გამომდინარე, რომ რაღაც ანგარიში არსებობდეს, რასაც შემდეგ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები და პირდაპირ მტრები თავიანთი დღის წესრიგისთვის გამოიყენებენ და ამაში იყენებენ სწორედ ყიდაშელს, ამაში იყენებენ სწორედ კანდელაკს. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ესეთი უსამშობლოები ჩვენ რაღაცას გვაბრალებენ, გადის დრო და სიმართლე ყოველთვის თავის კალაპოტს პოულობს. პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. შეერთებული შტატების დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი ხელმძღვანელობს. მასთან ერთად არიან დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერიც. ირანის დელეგაციას კი პარლამენტის სპიკერი და საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი მეთაურობენ. აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებების დაწყებამდე ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი პაკისტანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. შარიფის ადმინისტრაციის განცხადებით პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ეს მოლაპარაკებები რეგიონში მდგრადი მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ შეერთებული შტატები ჰორმუზის სრუტე საკმაოდ მალე გახსნის. შტატების ლიდერის თქმით, ირანს სრუტის გადაკეტვის საშუალებას არ მისცემს, რადგან ის საერთაშორისო წყლებია. ამასთან ტრამპის განცხადებით, მისი მთავარი მოთხოვნაა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს. რეჟიმის შეცვლას კი ტრამპის თქმით უკვე განხორციელდა. ჟურნალისტის კითხვაზე გათვალისწინებული აქვს თუ არა ტრამპს სარეზერვო გეგმა მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ასეთი გეგმის საჭიროება უარყო. შეერთებული შტატები არ დაუშვებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტე გადაკეტოს. ეს საერთაშორისო წყლებია. სრუტე ისედაც გაიხსნება. მარტივად თუ ვერ გაყიდიან, ვერ გამოიმუშავებენ. ამიტომ სრუტე ისედაც გაიხსნება. სრუტეს ჩვენ არ ვიყენებთ, სხვა ქვეყნები იყენებენ, ამიტომ სხვა სახელმწიფოებიც ჩაერთვებიან და დაგვეხმარებიან. შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის პაკისტანში დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებს თხოვა ილოცონ მოლაპარაკებების წარმატებისთვის. შარიფის თქმით, ეს გადამწყვეტი მომენტია და თუ მოლაპარაკებები წარმატებული იქნება, უამრავი სიცოცხლე გადარჩება და მსოფლიო მშვიდობას იხილავს. ეს გადამწყვეტი მომენტია, გთხოვთ ილოცოთ, რომ მოლაპარაკებები წარმატებული იყოს. უამრავი სიცოცხლე გადარჩეს და მსოფლიო მშვიდობა იხილოს. პაკისტანის ხელმძღვანელობა უზრუნველყოფს, რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებული იყოს მაქსიმალური ძალისხმევის გამოყენებით. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა კი ევროპას მოუწოდა ლიბანი ახალ ღაზად არ აქციოს. პედრო სანჩესის თქმით, ევროპამ თანმიმდევრულად უნდა უპასუხოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევებს თუ სურს, რომ თანარჩენმა სამყარომ ევროპას გაუგოს და გვერდით დაუდგეს უკრაინის მხარდაჭერასა და პუტინის წინააღმდეგ. ამასთან ესპანეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა ისრაელთან ასოცირების შეთანხმება უნდა შეაჩეროს.
არ დაუშვათ ლიბანი გახდეს ახალი ღაზა. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევების ფონზე ევროპამ თანმიმდევრულად უნდა იმოქმედოს. თუ გსურს დანარჩენმა სამყარომ გაგვიგოს და გვერდით დაგვიდგეს უკრაინის მხარდაჭერაში, თავისუფლებისთვის მის ბრძოლაში დამხრობლის პუტინის რუსეთის წინააღმდეგ. ბრიტანეთი მომავალ კვირას მოკავშირეებს შეხვდება, რათა ჰორმუზის სრუტის გახსნის გზები ირანისთვის გადასახადის გადახდის გარეშე განიხილოს. ამის შესახებ ინფორმაცია პოლიტიკო ანონიმურ წყალურავებზე დაყრდნობით ავრცელებს, როგორც გამოცემა წერს 51 ქვეყნის წარმომადგენლები პირველად შეიკრიბებიან მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. ჰორმუზის სრუტის საკითხზე ვირტუალურ შეხვედრას დიდმა ბრიტანეთმა 2 აპრილსაც უმასპინძლა, თუმცა გამოცემის ინფორმაციით ახლა მოლაპარაკებები უფრო დაბალ დონეზე გაიმართება. ისრაელისა და ლიბანის წარმომადგენლებმა შესაძლოა მომდევნო კვირას პირდაპირ მოლაპარაკებები აწარმოონ. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება. როგორც ცნობილია, მხარეები მოლაპარაკებებს ვაშინგტონში გამართავენ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ლიბანი მოლაპარაკებებს განმეორებით ჩატარებას ითხოვდა. ნეთანიაჰუს თქმით, მან მთავრობას დაავალა ლიბანთან პირდაპირ მოლაპარაკებები, რაც შეიძლება მალე დაიწყოს. ლიბანელმა ოფიციალურმა პირმა კი CNN-ს განუცხადა, რომ თავდასხმების პარალელურად მოლაპარაკება არ გაიმართება. ირანის მიერ მხარდაჭერილმა ლიბანურმა დაჯგუფებამ ჰეზბოლამ ლიბანის მთავრობას მოუწოდა ისრაელთან პირდაპირ მოლაპარაკებებისგან თავი შეიკავოს. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ უნდა შეაფასოს იმ მტრის წინაშე დათმობის გზის საშიშროება, რომელსაც მხოლოდ ძალა ესმის და დაუბრუნდეს თავის ადგილს ხალხისა და წინააღმდეგობის გვერდით. ხვალ უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მანამდე კი უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა საარჩევნო დემონსტრაციაზე ოპოზიცია უკრაინის ინტერესების გამტარებლად მოიხსენია. ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრელებმა არჩევანი უნდა გააკეთონ, თუ ვინ ჩამოაყალიბებს მათ მთავრობას, ზელენსკი თუ თავად ორბანი. ქვეყნის ლიდერის განცხადებით, არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში უნგრეთის ფული უკრაინაში გადაიგზავნება. მე სათანადო მოკრძალებით ვამბობ, რომ ჩვენ წინაშე რეალური არჩევანია, ვინ ჩამოაყალიბებს მთავრობას. ზელენსკი თუ მე, ამ ორიდან უნდა ამირჩიოთ მე. უნგრეთს თუ ეყოლება მთავრობა, რომელიც უნგრელების ნაცვლად უკრაინელების ინტერესებს დაიცავს, უნგრეთის ფული უკრაინაში წავა. ჩვენ გვჭირდება ყველაზე დიდი, ყველაზე ძლიერი მანდატი 12 აპრილს, რათა ხელისუფლებამ არც კი იფიქრობს რაიმე манипуляცია. ამის შესახებ კი უნგრეთის ოპოზიციური პარტიის TISA-ს ლიდერმა პიტერ მაგიარმა განაცხადა. მან საარჩევნო დემონსტრაციაზე მოქალაქეებს მოუწოდა ხმამისცემ ხელისუფლების ცვლილებას. უნგრეთის ოპოზიციური პარტიის ლიდერის თქმით, მათი პარტია 2 წელიწადში თითქმის არაფრიდან ქვეყნის ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ ძალად იქცა. თქვენ ვისაც ეს ხელისუფლება გპირდებოდათ სამოქალაქო განვითარებულ მშვიდობიან ევროპულ უნგრეთს, დაეთანხმებით, რომ ჩვენი ქვეყანა გამოეთიშოს ევროპას, ევროკავშირს მხოლოდ იმისთვის, რომ ეს მაფიოზური მთავრობა ხელისუფლებაში დარჩეს. ყველას ვთხოვ, რომ უახლოეს საათებში ესაუბროთ ყველას, ნათესავებს, მეგობრებს, ნაცნობებს, კოლეგებს, თანაკლასელებს და უთხრათ, რომ ეს გადამწყვეტი არჩევნები იქნება, რომ სახლში არავინ უნდა დარჩეს. არ ვიცით, რამდენ ხმაზე იქნება დამოკიდებული რეჟიმის სრული შეცვლა. NASA-ს მისია არტემის 2 დასრულებულია. ასტრონავტები დედამიწაზე თბილისის დროით დილის 4 საათსა და 7 წუთზე უსაფრთხოდ დაბრუნდნენ. ბოლო ნახევარ საუკუნეში პირველი ასტრონავტები, რომლებმაც მთვარის გარშემო იფრინეს, წარმატებით დაეშვნენ წყნარ ოკეანეში, კალიფორნიის სანაპიროსთან. დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლის შემდეგ, რაც მისიის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ეტაპი იყო, ორიონმა პარაშუტები გაშალა, რითაც სიჩქარე შეანელა და წყნარ ოკეანეში ჩაიშვა, სადაც ასტრონავტებს შესაბამისი ჯგუფები ელოდებოდნენ. NASA-ში აცხადებენ, რომ ეს ადამიანის მიერ კოსმოსური კვლევის ახალი ერის დასაწყისია. შეგახსენებთ, არტემის 2 1 აპრილს ფლორიდიდან გაუშვეს ხომალდმა ორიონმა, რომელშიც 4 ასტრონავტი იმყოფებოდა, მთვარე შემოუარა, რა დროსაც დედამიწიდან ყველაზე შორ წერტილში მოექცა, სადაც ადამიანი ოდესმე ყოფილა. შემდეგ კი გეზი კვლავ ჩვენი პლანეტისკენ აიღო. ეს იყო ამ დროისთვის ბოლო ინფორმაცია. მოამბე პირდაპირ ეთერში 21 საათს მთავარი გამოშვებით დაბრუნდება. მე კი გემშვიდობებით, ნახვამდის.